ჩემი შეგრძნება დღეს განსაკუთრებით მძიმე იყო და ამის თაობაზე ცოტა მერე ვილაპარაკებ, მაგრამ ეს სასამართლო პროცესები, ეს აბსურდული სასამართლო პროცესები, თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ 37-იანი წლების ტროიკები, მერე რა სამი არ მონაწილეობს, პრინციპში პროკურატურა, სასამართლო და მოწმეები და აი ეს რაღაცა ჯგუფი. ანუ სასამართლო იმართება თემა უმძიმესია საბოტაჟი, ხო, როგორ ჟღერს ახლა სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟი. თემა უმძიმესია და ამ თემაში არიან მხოლოდ ცრუ მოწმეები პოლიციელების სახით, რომლებიც ჟესტიკულაციის თემაზე ლაპარაკობენ, არაფერი არ მოусმენიათ, არაფერი არ გაუგიათ, არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ, მაგრამ აი ამ კაცს ბადრი ჯაფარიძეზე ამბობენ, რომ ბადრი ჯაფარიძე რაღაცა მიმიკებით მიანიშნებდა, რომ შტურმი უნდა დაეწყოთ მთავრობის სასახლეზე. და ყველა სხვა დანარჩენთან დაკავშირებითაც ეს ასეა. სხვა რაღაცა მტკიცებულება, ან ვიდეო თვალი, ან ჩანაწერები, ან მე შეგეტყვი არ იღებენ და არ აკეთებენ ამ რაღაცებს, ხო, ყველაფერს იღებენ აბსოლუტურად. რუსთაველი გადაძეძგილია კამერებით და რომ უნდოდეთ თითოეული ჩვენგანის იქ გასვლა, დალაპარაკება ერთმანეთთან თუ გავლა გამოვლა, ყველაფერი გადაღებულია, გადაჩურჩულებაც კი. არაფერი მსგავსი მტკიცებულება არ გააჩნიათ და დღეს გამოაჩინეს ახლა ეს პოლიტიკური ნაწილი, საერთოდ რასაც მოყვა მთელი ეს საქმე, ვინმე შაქარაშვილის და პარტია ნეიტრალური საქართველოს მიერ პროკურატურაში დაწერილი განცხადება და ამ ხალხის პოლიტიკური აღქმები. რა წარმოდგენები აქვთ და მათი პოლიტიკური ამოცანები, რომელსაც არ მალავენ. ეს ადამიანები, აი ესენი ამბობენ, რომ საქართველო არ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია დაუშვებელია, რომელი სახელმწიფო ითხოვს ამას და ვისა აქვს ასეთი მოთხოვნები, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რაც არ უნდა შენიღბონ ეს რაღაცა ნეიტრალური ტერმინის ქვეშ, ეს შეიძლება 10 წლის წინ არ ესმოდა ხალხს, მაგრამ დღეს უკვე ყველას ძალიან კარგად ესმის, რა იგულისხმება ხოლმე აი ამ შირმის ქვეშ, როდესაც ნეიტრალურობაზე ლაპარაკობენ. ეს პირდაპირ ნიშნავს რუსულ დაკვეთას, ეს პირდაპირ ნიშნავს რუსული დავალებების შესრულებას, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს არ კონდეს თავისუფალი დამოუკიდებელი არჩევანი და საქართველო არ იყოს შემდგარი სახელმწიფო. ამას ნიშნავს. მხოლოდ მეც არაფერს და პლუს მათ გამოაცხადეს, რომ მათ არ უნდათ, რომ ეს პარტიები არსებობდნენ პოლიტიკურ ველზე და რომ სხვა პარტიებმა უნდა ჩაანაცვლონ. მათი ხელით უნდა მოხდეს ოპოზიციის განადგურება. და ეხა ეს ყველაფერი რო წარმოიდგინო, რომ ხდებოდეს სამართლიან სასამართლოს პირობებში, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია უბრალოდ რაიმე ტიპის მტკიცებულებაზე ლაპარაკი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ სასამართლო არაფრად არ მიგვაჩნია და დამოუკიდებელი ორგანო არ არის. ის არის პირდაპირ დავალებების შემსრულებელი. რა არის ეხა ეს დავალება, რომელიც დროში ძალიან დაჩქარდა, ხო? ამ ბოლო პერიოდში ჩვენ დავინახეთ, რომ კვირაში 3 საქმეა ჩანიშნული, სწრაფ-სწრაფად ხდება მოწმეების დაკითხვა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, რომ სექტემბრამდე ყველა უნდა იყოს ციხეში. აჩენს ამ განცდას უდავოდ და მე წეღან რაც თქვი, მე ინგა ამდენი ხანია პოლიტიკაში ვარ და ძალიან ბევრი ტკივილი მიმიღია, ძალიან ბევრი დარტყმა მიმიღია და მიუხედავად ამისა, მე ძალიან მიჭირს ადამიანებზე უარის თქმა და გადავლა. მე მიჭირს ბიძინა გიორგობიანის ხილვა, აი აქ სადაც უყურებ. ბიძინა გიორგობიანის, რომელიც ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი იყო. ბიძინა გიორგობიანი, რომელთან ერთადაც ჩვენ ძალიან ბევრი რამე დაგვიგეგმავს, გვიკეთებია, მეგობრობდით და ბიძინა გიორგობიანი დღეს დგას ამ ხალხთან ერთად და ის ამბობს, რომ საქართველოს თავისი ისტორიული ოცნება არ უნდა აიხდინოს. აი რა უნდა ვთქვა ესეთ შემთხვევაში, გრცხვენოდეს? მე რაც უნდა ჩემი თქმა წესით ადამიანი, ყველა გონიერი ადამიანი ამას უნდა ხვდებოდეს, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ჩემთვის უდიდესი ტკივილი. უდიდესი ტკივილი და ახსნა არ მაქვს. რისთვის იბრძოდა ეს ადამიანი მაშინ, როცა ვიბრძოდით და დღეს რა მოხდა, რა შეტრიალდა მის ცხოვრებაში და რატომ ხდება ასეთი რამეები. მე ვიცი რისთვის იბრძვის შაქარაშვილი.
მას მხოლოდ პირადი ინტერესები ამოძრავებდა ყოველთვის და პირადი ინტერესების და ფინანსური ინტერესების გამო ის ყველაფერზე წავა, ყველაფერზე ხელს მოაწერს. სამწუხაროდ ბევრ სხვა ვინმეზე შემიძლია იგივე თქვა. და ამავდროულად ჩნდება ეჭვი, რომ ეს ხალხი სხვადასხვა დროს აქტიურ პოლიტიკაში იყვნენ და თანამდებობებსაც იკავებდნენ სერიოზულს. კიდევ ერთხელ ძალიან ცხადად დგება საკითხი, რომ ამ ქვეყანაში ლუსტრაციის კანონი რომ არ არსებობდა, რომ არ მიგვიღია ეს კანონი, ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი ვნახეთ, რომლებმაც თავიანთი ქმედებებით საქართველოს არჩევანის განხორციელებას, საქართველოს დემოკრატიულ დამოუკიდებელ თავისუფალ სახელმწიფოდ შედგომას, როგორც შეეძლოთ, ისე შეუშალეს. მე გეთანხმებით, ნეიტრალიტეტის თემა სხვა არაფერი არ არის, თუ არა საქართველოს ისტორიული შანსის დაკარგვის მოსურნეთა განცხადებები ამ ეგრეთ წოდებულ ნეიტრალიტეტზე. სხვა უბრალოდ გამორიცხულია ჩვენ რამე დავინახოთ, როდესაც ნეიტრალიტეტზე ერთ შეკითხვას დავსვა. ეწერა თუ არა მოლდოვას კონსტიტუციაში, რომ ის არც ერთ სამხედრო ბლოკში შესვლას არ აპირებდა. ეწერა თუ არა მსგავსი რამ უკრაინას. მოლდოვა დაიცვა დნესტრისპირეთის პირობებში ამ ჩანაწერმა, თუ უკრაინა დაიცვა ამ ჩანაწერმა და რუსეთი არ დაესხა თავს. ეს ყველაფერი არის რუსეთის მეზობლების დიდი მძიმე ტვირთი და უბედურება, იმიტომ რომ რუსეთი არის ქვეყანა, სხვათა შორის შეუმდგარი ქვეყანა, იმიტომ რომ ამას არ ქვია შემდგარი ქვეყანა, როდესაც ელიტა არის მაპატიეთ და გამაძღარი რუსული ელიტა და დანარჩენი რუსეთი უბედურებაში ცხოვრობს და დღეს სასაკლაოდ არიან გადაქცეულები. ხო ხედავთ არა, დემოგრაფიული პრობლემა დაუდგება ძალიან მალე რუსეთს, იმიტომ რომ მთელი მოსახლეობა ჩახოცა უკრაინის ომში და ძალიან დიდი უბედურება არის ჩვენი ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ბაძავს პუტინს, ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ პუტინის მსგავსი რეჟიმი ჩამოაყალიბოს საქართველოში. აი რაც არ გაუვა. დიახ, ამ ადამიანების ხელით შეიტანეს მოკლედ მათ სარჩელი, რომლის საფუძველზეც დაიწყო ამ საქმის წარმოება, წარუდგინეს ბრალი, გამოძიება, უფრო სწორედ, და წარუდგინეს ბრალი პოლიტიკურ ლიდერებს და ახლა ჩვენ ვუყურებთ ამ გამოცხადებული დაჭერების ქრონიკას კვირაში 3-ჯერ და სწრაფი ტემპით მიმდინარე სასამართლო პროცესებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, აქვს დღეს ოპოზიციას იმის ძალა, რომ რაღაცნაირად გააჩეროს ქართული ოცნება ამ თავისი რეპრესიული პოლიტიკით, ქვეყნის ისტორიულ არჩევანზე უარის თქმით, რა ფორმაში ხარ დღეს თქვენ? თუნდაც თქვენი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც წარმოადგენთ ან მთლიანად ოპოზიცია. თქვენ როგორ ხედავთ? წეგა ნიკა გვარამია იყო ჩემი სტუმარი, არ ვიცი უსმენდი თუ არა და მას ქონდა სურვილი რომ ესაუბრა, უნდა გავიდეთ თუ არა არჩევნებზე, ქუჩით მოვუგებთ, გარეთ სანქცია, შიგნით აქცია, ეს პოლიტიკა ჯობს თუ რა ჯობს? აი მე მაგალითად გულწრფელად გეტყვით, ნიკასაც უთხარი, ძალიან ადრე-ნაადრევად მეჩვენება ჯერ ამ თემაზე, საერთოდ ერთმანეთთან ოპონირებაც კი ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი პოლიტიკური პარტიებისა, მაგრამ როგორც ჩან შემოვიდა ეს თემა, აი თქვენ როგორ უყურებთ, როგორ ვაჩერებთ ამ ყველაფერს? არ მოეწონება თქვენი განცხადება, დაგიჭერენ, დაგაბრალებენ რომ ხართ აგენტი, რომ საბოტაჟს უწყობთ საკუთარ ქვეყანას. ეხლა მამუკას ბადრის მაგალითად ემუქრებათ კვლავ პატიმრობა. აი როგორ შეაჩერებთ ამას? როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ ავტორიტარულ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, ეს უკვე ბუნებრივი მოცემულობა არის, ხო? და ჩვენ ამ ბუნებრივი მოცემულობიდან უნდა ამოვიდეთ. მე ნიკას სრულად ვერ მოусმინე, ბოლო ნაწილს უსმინე, იმიტომ რომ გზაში ვიყავი და აქ შემოსასვლელში შევხვდი და უთხარი რომ რაღაცა უცნაურ მომენტებში ვემთხვევით მეთქი, იმიტომ რომ წინა არჩევნების ეპოპეა რო დაიწყო, მაშინაც ნიკა იყო ეთერში და მე ვიყავი და ახლაც აი როცა ბოიკოტის და არჩევნებში მონაწილეობის თემა იყო და მაშინ ჩვენ მიუხედავად იმისა რომ უფრო ნაკლები დრო იყო დარჩენილი, მაგრამ აბსოლუტურად გულწრფელად ფიქრობდით რომ ჯერ ამ თემის ასე შემოტანის დრო არ იყო, იმიტომ რომ ბევრი სხვა თემა იყო მაგიდაზე დღის წესრიგში და ის თემები უკანა პლანზე გადადიოდა და მართლაც მთელი 6-7 თვე შეჭამა ლაპარაკმა
ხმა ბოიკოტი თუ არჩევნები, ბოიკოტი თუ არჩევნები, ბოიკოტი თუ არჩევნები, რამაც საბოლოო ჯამში ძალიან დააზიანა ის, ვინც არჩევნებში შევიდა, იმიტომ რომ არჩევნებისადმი უდიდესი ნიჰილიზმი იყო გაჩენილი და ზოგადად ვის რა მისცა ამ თემამ, რაღაც შედეგით ხო უნდა გაიზომოს არა ეს ყველაფერი და დღეს მით უმეტეს, როდესაც აბსოლუტურად არც ჰორიზონტზე ჩანს არჩევნები 2008 წელზე თუ ვლაპარაკობთ ძალიან შორს 2028-ზე უკაცრავად ძალიან შორს არის ეს ყველაფერი და დღეიდანვე ვიწყებთ ამ ლაპარაკს, მაგრამ ნიკა თავის თავსავე ეწინააღმდეგებოდა, როცა ამბობდა რომ მე მაშინ ეს იმიტომ თქვი რომ ეს ჩემი პოზიცია იყო და ეს უნდა დამეცვა და დღევანდელ ვითარებაში ამბობს რომ არა რატო უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, იმიტომ რომ ჯერ რაღაცა რატო უნდა მივცეთ ფორა ხელისუფლებას და თუ ამ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას ფორა და არ უნდა უთხრათ ყველაფერი წინასწარ რას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ, იმ შემთხვევაში რატო ვაძლევდით ამ ფორას და მეცაც გეტყვით რაღაცა მოღალატეებად ვაცხადებდით ყველას ვინც ამაზე იფიქრებდა. ერთსაც შეგეხსენებთ, ესეც თქვენთან მოხდა ეთერში, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, აი ბოლო ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ეხლაო აღარ უნდა მოხდეს ისე, რომ არც ვიმსჯელოთ, ისე დავიწყოთ რაღაცების წინასწარ გამოცხადებაო. ანუ ნამსჯელი არ იყო, მე მკითხე ინგა შენ ასევე წინა ეთერში, რომ რისკები გათვალეთო სხვა რაღაცასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორ შეიძლება პოლიტიკოსები დგამდნენ ნაბიჯებს, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს, ასეთი ხელისუფლების პირობებში, ასეთი სასამართლოს პირობებში, ასეთი რეპრესიების პირობებში, ისე რომ არ ითვლიდნენ, არ ითვლებოდეს რისკები, არ იყოს განსჯა ამ საკითხებთან დაკავშირებით და ბოლო-ბოლო თუ რამე გადაწყვეტილებას აპირებ, ეს გადაწყვეტილება ისეთ მომგებიან დროს თქვა, როდესაც ხელისუფლებას რაღაცა მზად არ ექნება. ვინმე მეტყვის დღეს ეხა რომ ხელისუფლებას, რომელზეც ვლაპარაკობთ, რომ გვიჭერს, გვაუქმებს, რეპრესიებს ტროტუარზე დგომისთვის, მაშინ დაწერილი სიტყვისთვის, Facebook-ზე დაწერილი სიტყვისთვის, ყველაფრისთვის გვიჭერს, გვაჯარიმებს, ეს ხელისუფლება პარიტეტულ საარჩევნო კომისიას მოგცემს. არა, არანაირი მოლოდინი მე პირადად არ მაქვს. ეს ხელისუფლება კი არა, ინგა. აბსურდია, მაგაზე საუბარი, უბრალოდ ნიკა. მე რამდენ ხელისუფლებასთან გამომიცდია ოპოზიციონერობა. პარიტეტულ საწყისებზე ვერ წამოვიყვანეთ შევარდნაძე, როცა ბეიკერი იყო ჩარეული იმ ანუ საერთაშორისო ფაქტორიც არ გამოდგება. ბეიკერის ფორმულა გახსოვთ? როგორ არ მახსოვს? ბეიკერის ფორმულა. მთელი ჩანაწერები დღესაც მიდევს ამ ბეიკერის ფორმულა, როგორი რა მითი კონფიგურაციით დგებოდა. მაგრამ ბეიკერის ფორმულა არ შედგა, იმიტომ რომ არ დათმო უმრავლესობა მაშინ მოქალაქეთა კავშირმა. იგივე გაიმეორა იმ ხელისუფლებამ, რომელსაც ნიკა წარმოადგენდა. მთელი შიმშილობა და უბედურებები დასჭირდა იმისთვის, რომ რაღაცა გაუმჯობესებისთვის მიგვეღწია, მაგრამ იმ შიმშილობის პერიოდში პროპორციულს რომ ვითხოვდით და მაჟორიტარული შემცირებას პირიქით მოხდა მაშინ, თუ გახსოვთ, რაოდენობა შემცირდა და პროცენტულად მაჟორიტარების წილი გაიზარდა. საარჩევნო კომისია იგივენაირად დარჩა და ეხა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის პოლიტიკური ჯოჯოხეთის შემქმნელი ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ მას არაფერი პოლიტიკური არ ესმის საერთოდ, ესმის მხოლოდ პუტინის გზა და ავტორიტარული მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნება, რომ ეს ბიძინა ივანიშვილი უცებ ახლა პარიტეტულ საწყისებზე გადაწყვეტს, რომ კომისია მაშრა აზრი აქვს ამ შემთხვევაში, საუბარი იმაზე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობა ღირს. როცა იცი, რომ მეც მგონია, ფიქრია, რომ არც არაფერს დათმობს, არც ეთყობა ვინმეს რომ რამის დათმობას აპირებდეს, როცა იგივე წესები და შესაძლებელია კიდევ უფრო მძიმე წესები ჩაატარონ შემდეგი არჩევნები. რა აზრია? საკონსტიტუციაში არის სარჩელები შეტანილი პარტიების გაუქმებაზე. თუ ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ, პარტიების გაუქმება რატო უნდა? ხო არის ეს შეკითხვა. რა პასუხია ამაზე? თუ აუქმებს პარტიებს, ესე იგი არ უნდა რომ ეს პარტიები მონაწილეობდნენ.
თუ იჭერს ლიდერებს მან დიდი ხნით ადრე თქვა რომ შეიქმნება ისეთი ოპოზიციური პარტიები რომელიც იქნება მისაღები მათ ეხლა ჩვენ თვითონ თუ ვამბობთ რომ ჩვენ თვითონ აღარც ერთ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ სადაც ბიძინა ივანიშვილი უკეთეს პირობებზე არ დათანხმდება ესე იგი ჩვენ თვითონ ვამბობთ რომ გავედით ჩვენ საერთოდ პოლიტიკიდან და ბიძინა ივანიშვილო მიდი და გინდა ნეიტრალური საქართველოს მიაღებინი არჩევნებში მონაწილეობა გნებავთ არანეიტრალურ მოდი დავაკონკრეტოთ ანუ რა აზრი აქვს მაშინ თუ იცი რომ წინასწარ დაწერს იმას რასაც დაწერს ერთი აზრი აქვს ნახე ინგა და არ შეცვლის არაფერს მეც ასე ვფიქრობ არაფერს არ ვფიქრობ ამ მიმართულებით ახლა პოლიტიკაში მყოფმა ადამიანმა სხვაზე რაზე უნდა ვიფიქროთ ხო დღევანდელ ვითარებაში ვითარება არის რთული ამ რთული ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ შესაბამისად და შესაბამისად მოქმედება არის უპირველეს ყოვლისა ამ მომრჩეველთან ურთიერთობის აღდგენა ჩვენ აი ამ პოლიტიკურ იწილო-ბიწილოში მთელი წლების განმავლობაში უკვე გავერთიანდებით თუ არ გავერთიანდებით ასეთი იქნება საარჩევნო კანონმდებლობა თუ ისეთი იქნება იმანის გალანძღა არჩევნების სპეცოპერაციაა და ამაში მონაწილეობა ასეთი იყო ამაში ისე დავცილდით ამ მომრჩეველს რომ მე ბევრს დავდივარ და ჩვენი პარტია თითქმის ყოველდღიურად პრაქტიკულად ან რამდენიმე ერთად ან ცალ-ცალკე ან ჯგუფურად ვართ რეგიონებში და ვერ წარმოიდგენთ ადამიანებს რა დონეზე არ აინტერესებს ეს ამბავი. ადამიანებს აინტერესებთ ის, რომ ისინი ყველამდე ჩაეფლნენ პრობლემებში. ადამიანებს აინტერესებთ ის, რომ ცხოვრებამ გაიარა და პერსპექტივა ვერ დაინახეს ვერანაირი. ოპოზიციასაც ენდობოდნენ, ხმასაც აძლევდნენ, ვიღაცა ხელისუფლებას ენდობოდა, მაგრამ გაუცრუვდათ ეს იმედები და დღეს ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვამბობდეთ, რომ ხალხო არ შეიძლება ამას შევეგუოთ და ჩვენ ყველაფერი უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება დავამარცხოთ, გამოვდივართ და ვლაპარაკობთ, რომ რა ის არჩევნები როგორ შეიძლება მოსახლეობას რა ინტერესი უნდა კონდეს ჩვენთან დაკავშირებით, თუ ისინი ჩვენ თავის ასარჩევებად არ გვხედავენ. თუ ჩვენ არ გვხედავენ ისინი მათი პრობლემების მომგვარებად. ხო, მაგრამ ფიქრია თუ იცი წინასწარ რომ მაინც იმას დაიწერს, რაც უნდა თავისი ცესკოთი, თავისი კაპიტნები და მთელი იმ სქემით ის არჩევნები გადის. ვიღაცები რევოლუციაზე ლაპარაკობენ. რევოლუცია შეიძლება მოყვებოდეს მხოლოდ იმას, როდესაც ხალხი არის რაღაცაზე ძალიან მაგალითად არჩევნების სერიოზულ გაყალბებას, ხო? თუ ჩვენ ხალხის ნდობა არ მოვიპოვეთ და აი როცა ვამბობთ რომ თუ მაინც გააყალბებს მადი არის და უნგრეთის შემთხვევით ხო აღუბრთოვანდით ყველანი და რატო აღუბრთოვანდით იმიტომ რომ კანონმდებლობის დონეზე ყველაფერი მოგვარებული ქონდა ორბანს სასამართლოშიც ყველაფერი მოგვარებული ქონდა პროპაგანდა ქონდა უმაღლეს დონეზე აწყობილი და მედიაში დღეს რო მე ვლაპარაკობ და სხვაებიც ლაპარაკობენ ოპოზიციის ლიდერები ის კაცი ვერ ლაპარაკობდა იმიტომ რომ არც ერთ მედია საშუალებაში მას არ უშვებდნენ და მან შეიძლება ითქვას ამ მომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციის გზა აირჩია და მოუგო ორბანის კანონმდებლობასაც, ორბანის საარჩევნო კომისიასაც, კაცს რომელიც ევროკავშირში მყოფი ქვეყნის ლიდერი იყო და ბევრად დიდი უპირატესობა ჰქონდა ვიდრე ბიძინა ივანიშვილს აქვს, მის პროპაგანდასაც და ყველაფერს ერთად მოუგო. ამიტომ ჩვენ ასეთ ფორმებზე უნდა ვფიქრობდეთ, როგორ დავაინტერესოთ ჩვენი ამ მომრჩეველი, როგორ უთხრა. სხვათა შორის ეხლა რომ დავდივარ, ძალიან ბევრი მხდება და თვალშისაცემია და მეუბნებიან, რომ მე ამათ ვაძლევდი ხმას. და მეგონა აი ბოლო არჩევნებამდე მეგონა ოცნებას და აი დღეს ძალიან გაბრაზებული ვარ დღეს ძალიან გამწარებული ვარ ამ გაბრაზებულ ხალხს ეხა ჩვენ უნდა წავეჩხუბოთ და უნდა უთხრათ რატო აძლევდით ხმას თქვენ ბოლო არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილს თუ ამ ხალხს უნდა უთხრათ რომ თქვენ ამდენ ხანს გატყუებდათ ეს კაცი გატყუებდათ თქვენთვის რო ფული უნდა დახარჯულიყო იმ ფულს თავისთვის მიითვლიდა მისი ჩინოვნიკები მიითვლიდნენ რეგიონებში რა ხდებოდა დღევანდელი სუსის ბრიფინგი რო იყო აი შეკრცხვება რაზე იყო ლაპარაკი შემდეგ ბლოგში ვისაუბრებ ამაზე ეს ადამიანები დღეს ვინც გამოაცხადეს შედარებით დაბალ ჩინოსნები როგორ გაბედავენ იმას რასაც ბედავდნენ რომ უპოვართა სასადილოში იპარავდნენ საბავშვო ბაღებში
იპარავდნენ მეფუტკრეებს, პარავდნენ, რა ვიცი მე, ყველაფერში იპარავდნენ, რაში შეეძლო. რომ არ იცოდნენ, რომ თავად სისტემა არის კორუმპირებული, რომ სისტემა არის ყველამდე ჩაფლული კორუფციაში, რომ თევზი თავიდან ყროლდება და ამ აყროლებული სისტემის ნაწილები არიან თვითონ. უბრალოდ დღეს ვიღაცის კლანს ებრძვის, ეყოყლოჩინება, მე არ ვიცი, ვიღაცა ღარიბაშვილის ხალხს იშორებს თუ ლილუაშვილის თუ რავი გომელაურის თუ ვის ხალხს იშორებს, მაგრამ ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა. მათ იმიტომ ებრძვიან, რომ ვიღაც სხვა კორუფციონერებმა მოიპარონ ძალიან ბევრი ფული. ხალხო და იმდენ იპარავენ, კორუფციის მეტი რა გვინახავს ამ ქვეყანაში, მაგრამ ამ მასშტაბის კორუფცია, დღეს ეს ხელისუფლება რომ არის კორუფციაში ჩაფლული, ასეთი არავის არ უნახავს. აგერ თვალი მოვკარი და უბრალოდ აი სიბრაზე რომ ამყვება ხოლმე, თორე რა განსაკუთრებული ახლა ყველა ასეთია. ამდენი ამბავი იყო ატეხილი ტვერელის ეკლესიასთან აი უკანონო მშენებლობაზე. იქ კალაძე იძახის, რომ არაფერ შუაში არა ვარ მე და ჩემი ახლობლობა იმ ადამიანთან, ვინც ეს ააშენა, წულაია თუ ვიღაცა ჯანდაბა, ხო, რომელმაც მოსპო დაამახინჯა პრაქტიკულად ის ისტორიული ნაწილი, გარდა იმისა, რომ საფრთხე შეუქმნა სერიოზული, რომ მთელი ფერდი შეიძლება ჩამოწვეს. და გარდა იმისა, რომ იქ მაღალჩინოსნებს ჰქონდათ უკვე ეს რაღაცა ფართები ნაყიდი, უზარმაზარ ფასრთად, აი ეს ნინო წილოსანი როა, რომ გამოპრიკინდება ხოლმე და ვიღაცებს ჭკუას არიგებს და მორალს, რომლის მამასაც უამრავი მილიონი აქვს მოპარული წინა ხელისუფლების პირობებში და ამ ხელისუფლებამ რო აპატია და დღესაც რო აპარინებს, იმიტომ წამოუგდია ენა და ლაპარაკობს ამდენს, ხო? და ეს არის დიდი შეურაცხყოფა ამ ყველაფრისა, იმასაც უყიდია აი ამ შენობაში უზარმაზარი ფართი. ესენი არიან უცხვირპირო ადამიანები. იმისიც კი არ ცხვენიათ, რომ გამოფინონ ეს ყველაფერი. დამალვის ინსტინქტიც კი აღარა აქვთ, იმიტომ რომ არიან მხოლოდ ერთ კაცთან პასუხისმგებელი, მხოლოდ იმ კაცს უნდა მოაწონონ თავი, მხოლოდ იმ კაცისთვის უნდა გააკეთონ კომენტარები, მხოლოდ იმ კაცისთვის უნდა ჩაატარონ ბრიფინგები, მხოლოდ იმ კაცისთვის უნდა დაგეგმონ საგარეო ვიზიტები და 1000 რამეს ატყუებენ კიდე იმას, იმიტომ რომ იმას პოლიტიკა არ ესმის და აქამდე რომ ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერს მოვახერხებთ და ყველაფერს დავალაგებთ, ეხა ის კაცი ძალიან არის გაბრაზებული და ამათზე სანამ იძიებს შურს, მანამდე ოპოზიციაზე გადაწყვიტა აქტიური და ჩქარი შურისძიება, მაგრამ ერთი რამე უნდა ითქვას. ვერც აზერბაიჯანი იქნება, რაც არ უნდა უნდოდეს მიბაძვა ბიძინა ივანიშვილს ალიევების, ასე ვთქვათ, ქმედებისა, იმიტომ რომ ჩვენ განსხვავებული ქვეყანა ვართ, რესურსებითაც, დემოკრატიული წარსულითაც, თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიითაც. ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი არ იცის. მე მესმის, რომ ის ძალიან გაბრაზებულია. ის მოვიდა პრეტენზიით, რომ ილია ჭავჭავაძეობა, ექვთიმე თაყაიშვილობა და რა ვიცი მე, ხა ივანე მინჩხობა თუ რა ქვია, იმას შეიძლება მოუნდეს ამ ქებაი და დიდებაი ქართული ენის აი ამას ატრიალებენ ამ ბოლო პერიოდში აქტიურად, ხომ? და ვერ შედგა მისგან ვერაფერი. ვერც პრემიერ-მინისტრად შედგა, ვერც პარტიის თავმჯდომარედ შედგა, ვერც ევროპელები გააოცა დემოკრატიით, როგორც წარმოედგინა მას და საერთოდ აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, როგორშიც აღმოჩნდა, ხომ? და ეს მდგომარეობა არის ძალიან დრამატული და ტრაგიკული, იმიტომ რომ ამ ერთი გაურკვეველი ადამიანის ფულის შოვნაზე ორიენტირებული ადამიანის და ამისთვის ძალაუფლების სადავეების არ გაშვებაზე ორიენტირებული ადამიანი იწირავს საქართველოს მომავალს, საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს ევროკავშირი, იმიტომ ხوارა გვაქვს ჩვენ აჩემებული, რომ რაღაც ევროპის ქვეყნები რომ მოგწონს და გველამაზება, უბრალოდ იმიტომ ლაპარაკობთ, ან აი დროშის გამოფენა გვინდა და მეტი არაფერი. ევროკავშირი ხო ნიშნავს ყველაზე მეტ უსაფრთხოებას და დაცულობას. ევროკავშირი ხო ნიშნავს ადამიანის დონეზე ყველაზე მეტ დაცულობას. ევროკავშირი ხო ნიშნავს უფრო დიდ ხელფას, უფრო დიდ პენსიას. ევროკავშირი ნიშნავს კარგ განათლებას. ევროკავშირი ნიშნავს კარგ ჯანდაცვას. ისინი არა მარტო თავის მოქალაქეებს უზრუნველყოფენ კარგი ჯანდაცვით. ჩვენგან გაქცეულ ადამიანებს, რომლებმაც აქ თავს ვერ უშველეს, პატრონობენ ისინი და უზარმაზარ თანხებს ახარჯავენ მათ. ეს ნიშნავს პასუხი
პასუხისმგებლობას მოქალაქეზე ხელისუფლებისას. ხო, მაგრამ მათი რიტორიკა აშკარად იმაზე მიანიშნებს, რომ მათ აქვთ ასეთი პოლიტიკა, რომ თავად ევროკავშირმა თქვას უარი ჩვენზე. ხო, ყველაფერი ამაზე მეტყვი. თუ არაფერს არ ეტყვიან და თუ მიიღებენ როგორ ხო, ან მიმიღე ისეთი როგორიც ვარ, ან დამიჯექი მოლაპარაკების მაგიდასთან და მიმიღე ისეთი როგორიც ვარ, ჩემი პოლიტპატიმრებითა და ჩემი რეპრესიული კანონმდებლობით და იმ ყველაფრით, რაც ამ ქვეყანაში ხდება, ან სიტუაცია მიყავთ იქამდე, რომ ფონსაც ამზადებენ სხვათა შორის, რომ აი თავად ევროკავშირმა თქვას უარი ჩვენზე. კიდევ ერთი მომენტი მინდა და არ გამოვიდეს და ერთ კითხვას კიდევ დაგესვა. რომ იგივე ამ ლიდერების დაჭერასთან დაკავშირებით. რა უნდა ბიძინა ივანიშვილს? ახლა რაც არ უნდა ბევრი ვიმარჩიელოთ, მე არ ვიცი, მას უნდა რომ ეს ლიდერები ციხეში ყავდეს და ამით ივაჭროს, თუ უნდა რომ საერთოდ გააძევოს პოლიტიკიდანაც და საქართველოდანაც. ამას მართლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ყველას ვეთანხმები, ვინც ამას ამბობს, თუ ეს ბრძოლა გრძელდება. თუ ეს ბრძოლა გრძელდება, ბრძოლას ყველა ადგილიდან აქვს აზრი. ქვეყნის გარედანაც, თუ შენ შეგიძლია რომ კარგი საქმეები აკეთო, ციხიდანაც თუ შენ შეგიძლია რომ ციხიდან ისეთი, ასე ვთქვათ, სიტყვა წამოვიდეს შენგან, რომ ამან პოლიტიკურ პროცესს დიდი წონა შესძინოს, შეგიძლია საერთოდ ამ პოლიტიკურ პროცესში იყო ყველა ადამიანთან ურთიერთობით შექმნა ის რეალობა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაინახოს, რომ ამ ტყუილების მანქანებით, ამ პროპაგანდით ტვინს ვეღარ უწამლავს ადამიანებს და რომ მის წინააღმდეგ არის გადაწყვეტილება. თუ იქნება ფიქრია გადაწყვეტილება მიღებული, ეს შეიმბოლო კითხვაა დღეს თქვენთან და გადაწყდება ციხეში გაშვება რვავე პოლიტიკური ლიდერისა, რომელთა შორის თქვენი პარტიის ლიდერია. აი ამ შემთხვევაში როგორ ხედავთ შემდეგ პროცესებს ოპოზიციურ ველზე? თუნდაც გნებავთ თქვენივე პარტიაში, ანუ თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ მამუკა ხაზარაძის და ბადრის წინააღმდეგ ფეხი შემოდგეს თუ არა პოლიტიკაში სასამართლო პროცესები არ დამთავრებულა. ამ ხალხს გვერდზე გაწევა რომ მონდომებოდა ამ ხნის განმავლობაში როდისმე რაღაცას იზამდნენ. მე ერთი რამე ვიცი რომ მამუკა ხაზარაძე სადაც არ უნდა იყოს ამ ბრძოლის ავანგარდში იქნება ყოველთვის. ბადრი ჯაფარიძე ამ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერიდან მოყოლებული ამ ბრძოლაშია და ამ ბრძოლაში იქნება და ეს პარტია ძლიერი საქართველო და ალეკო ელისაშვილი სხვათა შორის მისი დასაცავი სტატუსი დავწერე და ისეთი შემოსევა იყო ტროლების და რა ვიცი მე ვისი აღარ ისეთი ლანძღვაგინება იყო ატეხილი და ამ ადამიანებს რა ვერ გაუგიათ იცით რომ შეიძლება ალეკო ელისაშვილის აქციელი გაუგებარი იყოს და მეც დიდად აღფრთოვანებული რო არ ვიყავი ყველა მიცის ხო ეს ამბავი ჩვენ ვთქვით ამის თაობაზე თავიდანვე მაგრამ ალეკო ელისაშვილი გამოაცხადო ტერორისტად და ამ ქვეყანაში სადაც უზარმაზარი დანაშაულებებია ჩადენილი საერთოდ დაუსჯელები არიან ადამიანები ან ბეწვის ტოლა სასჯელები აქვთ მისჯილი იმ ადამიანებს დაბალი სასჯელები ქონდეთ ალეკო ელისაშვილი ტერორისტად იყოს გამოცხადებული და 13 წელი მიუსაჯო ამაზე დიდი უსამართლობა არ არის და რა ვქნა იმ ადამიანებს რომლებიც აი ესე უაპელაციოდ იმეტებენ ადამიანებს ციხისთვის უბედურებისთვის უთხრა რომ გისურვებთ თქვენს არ უსურვებ იმიტომ რომ მომავალში მე მინდა რომ აქ იყოს თავისუფალი სასამართლო და არავინ უსამართლოდ აღარ გასამართლდეს. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებით დაწყებული და ნებისმიერი სხვა ადამიანით დამთავრებული და ერთი მინდა ვთქვა. რამაც ძალიან ამიჩუყა გული. ყველა პოლიტპატიმარს მივესალმები და მალე თავისუფლებას უსურვებ განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდებს და ნიკუშა ჯავახიშვილს მინდა რომ წარმატება უსურვო ეროვნულ გამოცდებში, იმიტომ რომ ის არის საოცარი ბიჭი და საერთოდ საოცარი ახალგაზრდები არიან ესენი და ძალიან დიდი გულის ტკივილია რომ ისინი ამ წლებს კარგავენ იმისთვის, რომელსაც საკუთარი განათლებისთვის, საკუთარი რაღაცა შესაძლებლობების წარმოჩინებისთვის გამოჩენისთვის, განვითარებისთვის უნდა იყენებდნენ და მე იმედი მაქვს რომ ამ დროსაც ისინი სწორედ ამისთვის გამოიყენებენ და აგერ ნიკუშას მაგალითი არის ძალიან წარმატება ვუსურვოთ. წარმატება უსურვოთ. ფიქრია ძალიან დიდი მადლობა.
მადლობა, ასევე გისურვებ წარმატებას. ასევე ნახოთ გისურვებ მოკლედ არ არის წარმატებას. იმედის მომცემი ეს პროცესები, რომელსაც ჩვენ კვირაში 3 გზის თვალს ვადევნებთ და ყველანი ვხვდებით, სადაც მიდის ეს პროცესი, რომ ოპოზიცია უნდა იყოს სრულიად განეიტრალებული, უნდა იყოს ციხეში, უნდა იყოს ან ქვეყნიდან წასული, ან უნდა იჯდეს საკანში და ველი უნდა იყოს მთლიანად მოსუფთავებული იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ოცნებამ საკუთარი ერთი ამბავია კიდე. ველის მოსუფთავება მას უნდა, მაგრამ ლელო წავიდა ამ გზით, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევუწყვეთ ხელი ახალგაზრდა ლიდერების გამოზრდას და დამეთანხმებით ალბათ 2 წლის წინ სრულიად სხვა ვითარება იყო და დღეს ეს ჩვენი ახალგაზრდები ძალიან წინ არიან წასული და ჩვენ ვცდილობთ, რომ ისე კი არ იყოს, რომ ერთ ადამიანს ან 2 ადამიანს პარტიის ლიდერებიდან რაღაცას დამართებ და პარტია შეწყვეტს არსებობას, არამედ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, ახალგაზრდებიც, ძველგაზრდებიც, რომ ლელო ძლიერი საქართველო იყოს ძლიერი, ხალხთან კონდეს აქტიური კომუნიკაცია, ამ ნიჰილიზმის პირობებშიც შევძლოთ, მოვახერხოთ, რომ დავარწმუნოთ ისინი, რომ ბრძოლას აქვს აზრი და ამ ბრძოლის აზრი ჩვენ ყველანაირად ვეცადოთ, რომ არჩევნებისთვის შემოვინახოთ, ავავსოთ ემოცია და ენერგია ამისთვის, იმიტომ რომ ბევრი ენერგია დაიხარჯა სამწუხაროდ უკვე განვლილ. მოკლედ არჩევნები ამბობთ არის თქვენი ერთადერთი გზა ამ რეალობაში, რაშიც კარგად ბრძანდებოდეთ, წარმატებას გისურვებთ.